მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია, პროგრამა ვარსკვლავები გვამსტობენ. მე ასტროლოგი და ტელეწამყვანი მიხეილ ცაგარელი კვლავ თქვენთან ერთად ვარ და ჩვენ დღეს საუბრობთ როზგული ასტროლოგიაზე, იმ მოვლენებზე, რომელიც მოსაუბრელია ახლოს ერთი კვირის განმავლობაში, საუბარია 3-9 მარტის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე. პირველ რიგში, მოდი დავიწყოთ რით. დავიწყოთ იმით, რომ მე მინდა, რადგან ხვალ კი ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ოღონდ ტელეიმედის დილის ეთერში, სხვაშორის პოზიტივი ხვალ არ იქნება და რადიო იმედიც, ესეც მინდა გითხრათ, მაგრამ დილის გადაცემაში იმედისა ვიქნებით, იქედანაც მოგილოცავთ, მაგრამ მე მინდა უკვე ტელეკომპანია კავკასიის სახელით ამ ეთერიდან მანდილოსნებს, დედებს პირველ რიგში მოგილოცოთ თქვენი დღე, ხვალ ჩვენ გვაქვს დედის დღე და წინ და წინ ნებავენ მოგილოცოთ ეს დღე, გისურვოთ ყოველივე კარგი, ჯანმრთელობა, ბედნიერება, წარმატებები, თქვენი შვილების გახარება, ოჯახის გახარება და ბევრი სხვა კარგი რამ მომილოცოს თქვენთვის, იმიტომ რომ დედა ეს განსაკუთრებული ფენომენია, მინდა გითხრათ, ახლა ეს ასე თუ ისე ყველა მიცის და ჩემზე უკეთ ალბათ პოეტები გამოსახავენ ამას ზოგი ლექსად და ზოგი კიდე სხვანაირად უკეთ ალბათ, მაგრამ მე მაგალითად მინდა გითხრათ, მინდა ეზოთერული ასტროლოგიური კუთხით ნიშნულობა დედისა რაოდენ დიდია და აქ ჩემთვისაც იყო აღმოჩენები თავით როცა მე ესე ასტროლოგიურ სფეროში ჩავერთე და აქ თემატიკა მაგალითად დედისა იყო ძალიან საინტერესო მათ შორის ფეხმძიმე ქალია მაგალითად ის გადის 9 თვის ზონას და 9 თვის განმავლობაში რომელი პლანეტა მართავს ამ თემს და რა სიტყვის მაგალითად მათ შორის დედებისგან აი როგორ უნდა იყოს დედის და შვილის ამ დროს უფრო მეტისკენ რისკი უნდა იყოს დაინტერესება. მაგალითად მე-7 თვე რატო იყო 4-ის რთული, იმიტომ რომ მას მართავდა პლანეტა მარსი, ურთულესი და უმძიმესი პლანეტა და ამიტომ ხშირია რომ 7-იანებიც იბადებიან, ხო? ამიტომ მარსთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება ახლა მე-8 თვე არის პლანეტა სატურნი. ამიტომ ყოველთვის ითვლებოდა რომ მე-8 თვე ყველაზე რთულია და ყველაზე მძიმეა. აქედან გამომდინარე ესეც დაკავშირებული ამ პლანეტარულ მაგალითად მე-5 თვე ითვლებოდა საკმაოდ კარგია. მე-5 თვე ეს არის თვე რომელიც უკავშირდება პლანეტა ვენერას. მე-5, მე-6 უბრალოდ პლანეტა იუპიტერს და მე-6 არის უკვე ვენერა. და აი მე-5, მე-6 იყო საინტერესო რით. აი მაგ მაგალითად სამშვან იყო ციგნი. აი რომ დედას წაიკითხა ციგნი. თორე ის ინფორმაცია რომელსაც იღებს გარკვეულწილად ზეგავლენას ახდენ და შვილზე. მე-6 თვეს მაგალითად რაც შეიძლება მეტი კონტაქტი ხელოვნებასთან, პოეზიასთან, ლიტერატურასთან, ეს ძალიან კარგად მოქმედებს ნაყოფს. ეს დაკვირვებები იყო, მოდი ესე ვთქვა და ამ დაკვირვებების შედეგად იყო გარკვეული პოსტულატები და უშუალოდ აი ფეხმძიმე ქალების და მათ შვილების და აი პლანეტებთან მათი დამოკიდებულება. და მინდა გითხრათ, რომ აი ეს 9 თვიანი ერთობლივი დედის და შვილის ერთობლივი ასე ვთქვათ, ყოფნა იმ პერიოდში ფეხმძიმობისა არ ნახულ ენერგეტიკულ ერთიანობას აღალებს მათ შორის. ამიტომ დედა ეს არის მთავარი დამცავი საშუალება ნებისმიერი შვილისთვის ენერგეტიკული კუთხით ვამბობ. ენერგეტიკული კუთხით, იმიტომ რომ 1000-ნაირი გარკვეული ენერგიები ეხება მithumates ახალშობილს და მთავარი დამცავი იქ არის დედა და კიდევ გახსოვთ თქვენ ალბათ ადრე იყო ადრეულ პერიოდში უფრო მე ეს დავკარგეთ ეს გარკვეულწილად ეს ცოდნა ადრეულ პერიოდში იყო რომ როცა მაგალითად ქალი აი რაღაც მიაღწევდა და ახლობით სადღაც 3 თვიან ზონას გაყავდათ საერთოდ გაყავდათ ქალაქიდან და სადმე სოფელში ადგილას სადაც ხალხი ნაკლებად ხედავს მას აი გამყოფებდნენ რატო რომ არა იყოს თვალი და როცა ხმითუმეტეს მუცელი უკვე ჩანს ხო ამ მომენტში ძალიან ბევრი თვალი იპარება სწორედ ამ მუცლისკენ ძალაუნებურად ხდება ეს ადამიანი მაგრამ ყველა ადამიანს არა კარგი თვალი ხო გსმენიათ ხო რომ აი თვალი მეცა და შენგო ესე შემთხვევით არ არის და ყოველთვის ითვლებოდა რომ აი ქალს უნდა ცოტა ისეთი დაუშვათ ფერი, ფეხმძიმე ქალს, რომელიც დაუშვათ არ მიიზიდავდა სხვის თვალს და ძალიან არ იქნებოდა ასე ვთქვათ მოჭერილი. და ბევრი სხვა დეტალი. და ამიტომ რაც უფრო შორს იყო ხალხის თვალისგან, სანამ გააჩენდა ამ ბავშვს. აი ესეც იყო წესად მიღებული, სხვაშორის სწორი წესები იყო, მინდა გითხრათ. ერთი სიტყვით საოცრებაა. დედა და შვილი მათი ერთიანობა რომ მთელი ცხოვრება მიყვებათ ეს ენერგეტიკული ერთიანობა და დაცვა დედისგან და მე მინდა ყველა დედებს ესე იგი ამ პატარა გადახვევის შემდგომ კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ხვალინდელი დღე და ყოველივე კარგი გისურვოთ.
ეხლა რაც შეეხება უკვე ჩვენ დღევანდელ თემას, ხო, სანამ თემას დავიწყებ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, თუ ახლა მოგეთ გერმანიიდან დარეკა ჩვენმა ერთ-ერთმა გუშინ იყო ეს ამბავი მაყურებელმა და აი წარმოიდგინეთ, რომ ესე იგი გერმანიაშიც მივიდნენ უკვე ეს ფეიქ, ასე ვთქვათ, მოსურნეები ჩემი სახელით, ესე იგი აქ საქართველოს უკვე აღარ ყოფნით, უკვე უცხოეთზე გადავიდნენ და ერთ-ერთ ჩვენ ემიგრანტს შესთავაზეს ჩემს მიერ შედგენილი ასტროლოგიური, ასე ვთქვათ, ჰოროსკოპი. ნუ ახლა მას ეჭვი შეეპარა, დაგვირეკა ჩვენ, მე საუბრάμε და ნუ მიხვდა, რომ მე მივხვდიო იმითიო, რომ რაღაცა ისეთი რაღაცები მითხრესო, რომ აი დაგიბეჭდავთო, გამოგიგზავნითო და მე წინა გადაცემა ვნახეო თქვენ სას თქვენ თქვით, რომ არანაირი ბეჭვდი ფორმით არ ვაძლევ არანაირ ასე ვთქვათ პროგნოზს და აი ეს ამან უშველა ამ კალს. მეორე მსხვერპლს დაგვირეკა შვედეთიდან, იმან კიდე საინტერესო რამ მითხრა და ესეც იყო საინტერესო, ესე იგი იმასაც მიადგნენ ესე, რომ აი ვიღაცა რაღაც ფეიქი ჯგუფია, ერთ სიტყვით ჩემი სახელით აი პირად ჰოროსკოპს გაიკეთებ და ასე შემდგომ და უცებ აი ეს საინტერესოდ მოაფიქრდა, უცებ მან კითხა, რომ ერთი რა მაინტერესებსო, იცი რა, აი მიხეილ ცაგარელიო რა ზოდიაქოს ნიშანია. და ეთყობა ეს ცოტა დაიბნა, ვინც ელაპარაკა, მაგრამ ნუ იმისთვის რომ იხტიბარი არ გაეტეხა, უცებ უთხრა რომ შილდოსანია. და აი ეგ დავიჭირო. ეგ დავიჭირო, ვიცოდი რომ თქვენ კურო ხართ. და ნუ მე გავლანძღე კარგად და ნუ მოკლედ დამიკიდეს მე ღურმილი. ხო, ნუ ერთ სიტყვით, მოდი ეს ვთქვათ, ემიგრანტებსაც მიაგდნენ. ამიტომ შემოკარგებო. ასტროლოგიის მოყვარულებო, გინდ საქართველოში, გინდ ემიგრაციაში. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ მხოლოდ იმ ტელეფონის ნომერზე შეგვეხმიანეთ, რომელსაც ახლა კიდევ ერთხელ გამოვაცხადებ. 599 91 52 38. იმეორებ 599 91 52 38. აი ამ ტელეფონით ჩვენ საკონტაქტო ტელეფონია. აქ შეგიძლიათ მეც დამელაპარაკო და აქ ჩვენ დავსახავთ იმას, რომ ჩვენ აუცილებლად გვექნება შეხვედრა. სადაც ჩვენ ვისაუბრებთ უკვე ერთ-ერთზე, როგორც მე გესაუბრებით ესე და ნუ უკვე თქვენს პირად ჰოროსკოპს განვიხილავთ, თქვენს კოსმიურ მისიას ვნახავთ, თქვენს კოსმიურ გზას და ასე შემდგომ. დავსახავთ ერთ სიტყვით წარმატების ფაქტორებს თქვენს ცხოვრებაში. ეხლა მოდით უკვე დავუბრუნდეთ ჩვენ დღევანდელ თემას, ესე იგი ჩვენ დღეს ვსაუბრობთ 3-9 მარტის შუალჩემ ასტროლოგიურ პროგნოზზე, ხო რა კარგი ამ პერიოდს. კარგი აქ ის, რომ დედამიწა გადადის სწორედ უკვე ხვალიდან პოზიტიურ ენერგოველში. უდაოდ კარგი, იმიტომ რომ პოზიტიური ენერგოველი ნიშნავს იმას, რომ გარკვეული სასკეთო ცვლილებები იქნება აუცილებლად, ანუ რა სახის ცვლილებები. ნუ მაგალითად, აქ შესაძლებელია იდეების უფრო ადვილად რეალიზაცია, კომუნიკაცია, საინტერესო ადამიანების გაცნობა, პარტნიორული თანამშრომლობა, მოლაპარაკება, ხელშეკრულებების დადება, ურთიერთგაგება უფრო მაღალი ადამიანებს შორის, ერთ სიტყვით, შესაძლებლობები, პერსპექტივები უკეთესია. სხვა შორის ამინდიც ნელ-ნელა დაწყნარდება და ეს მთელი ამდენი თოვლი და ეს ყველაფერი ნელ-ნელა შეჩერდება და ამინდი მეტნაკლებად დათბება და დასტაბილურდება უკვე ხვალიდან. ხვალზე უკვე თქვენ ნახავთ ეს პროცესები აუცილებლად წავა, იმიტომ რომ დედამიწის პოზიტიური ენერგოველი ამას შეუწყობს ხელს. ხა თოვლიანობასთან დაკავშირებით სხვა შორის შეადმეკითხებოდნენ და მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ადრე აუშვეთ, მაგრამ ბევრმა ეთყობა არ მეაქცია ყურადღება. არსებობს ერთი ვარსკვლავი შეატი და პლანეტა ნეპტუნი. აი როცა პლანეტა ნეპტუნი უერთდება ამ შეატის ვარსკვლავს და ეს სწორედ მოხდა აი ამ ბოლო 1 კვირის 10 დღის განმავლობაში და კიდევ იქნება სხვა შორის აი ზეგავლენა, მაგრამ უკვე ესეთი ძლიერი არა. აი როცა ესენი ერთმანეთს უერთდებიან ცისკაბადონზე, აი მაშინ ძალიან დიდია რაოდენობა თოვლისა, წვიმისა და სხვა სახის წყალდიდობებისა. ამიტომ ეს ერთ-ერთი განპირობებული ფაქტორი იყო, რომელიც განაპირობა ეს მოვლენები, ეს უხთოვლიანობა და ასე შემდგომ. ეხლა მოდით დავუშვათ კიდევ რა ტენდენციებია მოსაუდნელი. ნუ რადგან პოზიტიური ენერგოველია, ეს ყველაფერი კარგია, გავიგეთ, შვენიერია, მაგრამ კიდევ ერთი მშვენი მოვლენაა. ჯერთი დღეს პლანეტა ვენერა ხდება უკმავალი რეტროგრადული. ეს მოვლენა ძალიან მშვენია. და რატო? იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ რეტროგრადულობა თქვენ ციტასაც დაბრუნება წარსულში. და ამ შემთხვევაში რადგან ვენერა უკავშირდება ფულს და უკავშირდება სასკვარლო პარტნიორებს, ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი დაუბრუნდეს ძველ სიყვარულს. ან გამოჩნდეს უცებ ძველი სასკვარლო პარტნიორი. ნუ ახლა თუ თქვენ ოჯახი არ აკავთ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ თქვენ ოჯახი ყავთ და კიდევ ძველი პარტნიორი გამოჩნდა, უკვე ცოტა არ იქნება სასურველი და სასიავნო მაინდა მაინც.
ეს ერთი ფაქტორი. ამას შეიძლება ცოტა არიოს სიტუაცია ამ კუთხით აღნიშნოთ. მეორე ფაქტორი, რაც ფინანსებს უკავშირდება, არის გამორიცხული, რომ ფინანსებთან დაკავშირებით მაგალითად აი გაგიხსენოთ ძველი ვალები. და მოითხოვონ მათი დაფარვა. თუმცა შეიძლება საპირისპიროთაც მოხდეს თქვენი ვალი კონდეს ვიღაცას და იმან დაგიბრუნოთ. აი ეს ტენდენციაც შეიძლება იყოს. აი ერთ სიტყვით აი ესეთი წარსულში დაკავშირებით ფინანსებთან, აი დავში რაღაც ფინანსური ოპერაცია ქონდათ. ვერ წარმართეთ, რაღაცა ისე არ წავიდა, როგორც თქვენ ეს გსურდათ. აი ახლა გაქვთ იმის დრო, რომ ის ანალიზი გააკეთოთ, რა მოხდა, რატო არ წარიმართა და თუ გაქვთ საშუალება, შეიძლება გამოასწოროთ კიდეც. აი ესეთი შესაძლებლობა იქნება. თუმცა შეიძლება მაგალითად ეხებოდეს პირად ურთიერთობებსაც, მაგალითად თუ თქვენ რაღაც პერიოდის წინ დაშორდით სასქესო პარტნიორს, ახლა გეძლევათ საშუალება არა მარტო გაანალიზების, არამედ გარკვეულწილად მისი დაბრუნებისა და შერეგებისა. აი ეს ტენდენციებიც არის, ამას უკავშირდება პლანეტა ვენერას რეტროგრადულობა, მაგრამ ცხადი ხდება, რომ გასაგებია, რომ ახალ სასქესო პარტნიორ ურთიერთობებს ეს მოვლენა არანაირად არ უწყობს ხელს. აი ძველი კი ეს პარტნიორების დაბრუნება და შენ კი, მაგრამ ახალი ურთიერთობები ცოტა უფრო რთულად წარიმართება. ეს არ არის ახალი ურთიერთობების დაწყების დრო. აქ უფრო აი ძველისკენ გადახრა, ასე ვთქვათ, ცისკაბატონზე და ამას მიაქციოთ ყურადღება. ეხლა მოდი ამუშოთ უკვე სხვა მშვენი მოვლენები, უკვე რომელიც უკავშირდება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშანს ამ კვირის განმავლობაში და რა ტენდენციებია მოსაოდნელი მათთან მიმართებაში. აი დავიწყოთ პირველი ზოდიაქოს ნიშნით, ეს არის ვერძი. რა ელოდება ვერძს? ვერძებო, ეხლა მოდით ამუშოთ, რომ ეს ის პერიოდი, რომელსაც თქვენი ერგოტონუსი საკმაოდ დაბალია. და ამიტომ ამხრივოთ ცოტა ყურადღებით, იმიტომ რომ საქმიანი კუთხით პერიოდის უაც არ არის ცუდი, როცა დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, ყველა ზოდიაქოს ნიშანს, მათ შორის საქმიანი კუთხით საკმაოდ კარგი შანსები და პერსპექტივები აქვს უდავოდ, მაგრამ ჯანმრთელობა აქ არ მდგრადია. ამიტომ მოდი ასე ვთქვათ, ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი, ეცადეთ რომ არ გადაიღალოთ, არ გადაიტვირთოთ აუცილებელი პირობებია იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, სასიკეთოდ განვლოთ მათ შორის საქმიანი კუთხით ეს პერიოდი, იმიტომ რომ აქ მოდი ასე ვთქვათ, უფრო კონცენტრირებული ხართ ძირითად თქვენს მიზნებს და თქვენს საქმეებზე და არაერთ საკითხი შეგიძლიათ კარგად გადაწყვიტოთ. საქმიანი კუთხითაც პერიოდი კარგი ახალწლების იდეების რეალიზაციას, ძველი პროექტების დასრულებასაც კი ამისთვისაც საკმაოდ კარგია. ანუ კარგი ესეთი საქმიანი რითმი გაქვთ. მუშაობისა, უფრო მეტიც თქვენ დაეხმარებით მეგობრებს, კოლეგებს, სხვათა მათი მხრიდანაც შეიძლება ძალიან პოზიტიური მხარდაჭერა და ზოგიერთ შემთხვევაში ემოციებიც კი მიიღოთ, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის. ერთ სიტყვით, ცოტა შეიძლება თქვენი შემოქმედებით და პირადი, ასე ვთქვათ, თავისუფლება შეიზღუდოს იმით, რომ ძალიან ბევრი საქმე იქნება და ძალიან ბევრი ვალდებულებები ამ პერიოდში, მაგრამ ამასაც თუ მეტნაკლებად მოაგვარებთ, პერიოდი იქნება კარგი. თუმცა გახსოვდეთ, რომ ფარულ მტრებს არ ძინავთ. ფარულ მტრები, ჭორები, ინტრიგები, მოშორნები, აქ ჯერ კიდევ ვიჩენენ თავს. ამიტომ ხრიღოთ მოდით ყურადღებით და ფრთხილად და ენას კბილი დავაჭიროთ, ისე ვაკეთოთ ყველაფერი საიდუმლოდ დავიცვათ და ზედმეტად არ გადავიხოთ. ეს არის აუცილებელი პირობები. ანუ საქმიანი კუთხით პერიოდი კარგია, უღონდ იმ შემთხვევაში თუ არ გადაიღლებთ. და ცოტა ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ მეორე აქ აღდგენა და ხარჯული ენერგიისა ნელა ხდება თქვენს ორგანიზმში. ამიტომ ზედმეტად მას გადაღლით ორგანიზმს. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აქ პირიქით ერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება, პოზიტიური განწყობა უფრო მეტად წამოიწევს წინაპანს და მხარდაჭერა, ურთიერთგაგება თქვენსა და კოლეგებს შორის, თქვენსა და მეგობრებს, თქვენსა და ნაცვლებს შორის უფრო მეტად მოიმატებს თქვენ და უშუალოდ ემოციური კუთხითაც უფრო თავდაჭერილი ხდებით ამ პერიოდში და არ ჩქარობთ გაწყვეტილების მიღებას. რეალურად შეგიძლიათ თქვენი შესაძლებლობების შეფასება, რაც ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია და აქვე აღმოჩნდით, რომ ეს ის პერიოდი, რომლის ველობისას თქვენ გაქვთ საშუალება ზოგიერთ იდეების კონკრეტული რეალიზაცია. ასევე მატერიალური მდგომარეობის მეტნაკლებად გაუმჯობესება და ეს ის პერიოდი, რომლის ველობისას აი რაღაცა დაუშვას, რაღაც შემოგთავაზეს, რაღაც იდეა, პროექტი მოქმედება. რა უნდა ქნათ, რას კვლავ მოქმედოთ თქვენი საყვარელი პრინციპი. ჩვენჯერ გაზომოთ, ხო გაჭერი. არ იცქაროთ, კარგად აფიქრდით, აწონდა და ესე მოქმედოთ. მაშინ იქნებით უფრო წარმატებული. გადასარევი პერიოდია ყველა სახის სიახლებისათვის. ახალი ვარსკვლავობა, ახალი თანხმოვანი, ახალი დაუშვათ ფორმა ურთიერთობისა, შეიძლება ახალი მეთოდოლოგია მუშაობისა,
რეფორმების დროა, კუროებო. ამიტომ რაც შეიძლება მეტად სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალურად გამოხატვა, არასტანდარტული მოქმედებები თქვენი მხრიდან იქნება ფრეად წარმატებული, მეგობრული კონტაქტები, შეიძლება ახალი მეგობრული წრე შეიკვრას, ძველი ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ, რაც ასევე წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა და მეგობრთა თანადგომა იქნება ასევე ფრეად მნიშვნელოვანი ამ პერიოდში და უშუალოდ კიდე ისიც რომ აქ შეგიძლიათ რაღაც საინტერესო ახალი პროექტი ჩამოაყალიბოთ ან ჩაერთოთ ახალ პროექტებში და ინტერნეტთან რაც შეიძლება მეტი კონტაქტი. აქედან მეიღებ ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო თქვენთვის ინფორმაციას. ეხლა გადავიდეთ უკვე ტყუპების, ჰაერისტიკი, ზოდიაქოს ნიშანთან საკმაოდ კარგი პერიოდია საქმიანი კუთხით. მაგრამ ჯანმრთელობაზე რა მოგახსოვთ? ჯანმრთელობა არამდგრადია, შეიძლება ადვილად გაცივდეთ, გადაიღალოთ, ამიტომ ჯანმრთელობას მიაქციეთ ცოტა მეტი ყურადღება. რომ არ გადაიყოლოთ, არ გაცივდეთ, რომ მაშინ ყველაფერი სხვა წყალს შეგეღრებოდა. ეს სხვა რა არის? საქმიანი წარმატებების ფაქტორი, რომელიც ამავდროულად საკმაოდ მაღალია. და აქედან გამომდინარე, შეიძლება ახალი ნაცნობებიც გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში, ახალი მეგობრული წრე შეიქმნას, მათი მხარდაჭერა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მათი მხრიდან შემოვლენა ახალი იდეები, შეგიძლიათ პოპულარობის მეტად დაბევება საზოგადოებაში, თვითშეფასების კრიტერიუმის სასიკეთოდ შეგეცვლება, თავარი არ გადააფასოთ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები, იმიტომ რომ აქ ასეთ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად გასცემთ დაპირებებს და მე შეიძლება საერთოდ დაგავიწყდეთ ეს დაპირება, რაც გახდება უკვე კონფრონტაციის საბაბი. ამ ტენდენციას მიაქციეთ ყურადღება, რაც მე დიპლომატიურობას გამოავლენ თავდაჭერას კოლეგებთან ხელმძღვანელობთან მიმართებაში, მით მეტად ეს ხელს შეუწყობს მათი მხრიდან კეთილგანწყობას თქვენ და მით უფრო მეტად პროფესიონალური წინსვლის პერსპექტივების განვითარებას და გამოვლენას. კერჩხების ზოდიაქოს რაც შეეხება საკმაოდ ჰარმონიული პერიოდია ჯანმრთელობის კუთხითაც პირველ რიგში ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ინტუიცია საკმაოდ კარგი, რომელზეც დაყრდნობით სწორად ჩვენს საკეთებს, სწორ ნაბიჯებს დგავთ და ამასთან ერთად თქვენი შარმი, კრეატიულობა, მიზიდულობა ერთიორად მატლობს. ემოციური სტაბილურობაც საკმაოდ მაღალ დონეზე. ეს ხელს უწყობს ყოველივე შრომის უნარიანობასთან ერთად რეალიზაციას ზოგიერთ თქვენი ამბიციური, ასე ვთქვათ, სურვილებისა. ეს პერიოდი, რასაც მხარდაჭერას გზნობთ, მათ შორის ახლობელთა მხრიდან, ხელმძღვანელთა მხრიდან, რაც კიდევ უფრო მეტად ამვითარებს თქვენ შესაძლებლობებს და საკმაოდ კარგი პოზიციები შეიძლება დაიკავოთ, როგორც სახლში, ასევე სამსახურში, თუ რაღაცა უშლის ხელს თვითრეალიზაციას, ყოველივე ამას ადვილად იშორებთ. დაუნშოთ, რომ ძველმა შეცდომებმა შეიძლება დრო და დრო კიდე ეკვერის პირველ ნახევარში ცოტა იჩინონ თავი. და ან ისეთ პრობლემა იყო, რომელზეც ბევრმა არაფერი არ იცოდა. აი ამას შეიძლება კიდე კვირის პირველ ხში ნელა ესეც გადაივლის და ამასაც მოევლება, თუმცა აუნშოთ ისიც, რომ ეს პერიოდი, რომ მსოფლიოს ეფექტურობა თქვენი მოქმედების სამუშაოების ერთიორად გაიზრდება. თქვენ შეგიძლიათ ძალიან კარგად ლიდერული ორგანიზებული თვისებების წარმოჩენა, ადვილად არწმუნებს სხვებს თქვენი იდეების მართებულობაში და ამასთან ერთად ხელმძღვანელების კი უფრო მეტ ინტერესს გამოავლებენ თქვენი პერსონის მიმართ, რის გამო შეიძლება შეთავაზება მიიღოთ პრესტიჟული, უფრო მაღალანაზღაურებადი თანამდებობისა, რაც თქვენს პატივმოყვარეობასაც დააკმაყოფილებს გადასწარავი პერიოდია მგზავრობისათვის, მოგზაურობისათვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, უცხოელში კაპიტალ დაბოდებაც კი იქნება წარმატებული, უფრო მეტიც აქ შეიძლება ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა უცხოელებთან, სწავლა უცხოელებთან, რაც თქვენი წარმატების კიდევ უფრო მეტი საწინდარი გახდება. ლომის იმპერატორულ ნიშანს, რაც შეეხება ენერგოტონუსი თქვენი მცირდება. ამიტომ ნუ გადაიღლებით, გამოაძინეთ საკუთარი თავი, ცოტა ენერგია, ასე ვთქვათ, შეინარჩუნოთ, იმიტომ რომ ენერგიის ნაკლებობის ფონზე შრომის უნარიანობას კლებულობს, სიზარმაცესად მიტრიკილება მატლობს პირიქით. ანუ ეს ცოტა დისკომფორტული მხრივ პერიოდი ჯანმრთელობის კუთხით. ამიტომ თუ ჯანმრთელობას გაუფრთხილდებით, არ გადაიღლებით, არ გაცივდებით, როცა იმუნიტეტი დაბალია, აი ენერგოტონუსის შემცირების ფონზე გაცივებაც ადვილია, რაღაც ქრონიკულმა დაავადებებმა შეიძლება ადვილად იჩინოთ თავი. ამიტომ აი ამ მხრივ იყოთ ყურადღებით. რატო? იმიტომ რომ თუ ჯანმრთელობა შეინარჩუნებთ, საქმიანი კუთხით პერიოდი საკმაოდ კარგია. იმიტომ რომ ეს პერიოდი ხელს შეუწყობს მაგალითად დაწყებული პროექტების კარგად განვითარებას, თქვენი ვალდებულებების შესრულებას. თუმცა ისიც აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იქნოთ, რომ სხვებზე უფრო დამოკიდებული ხდებით, რაც ცოტა გაღიზიანებთ, მაგრამ მთლიანობაში მაინც პერიოდი არ არის ცუდი, იმიტომ რომ თუ თქვენ ენას გბილს დააჭერთ, საიდუმლოს დაიცავთ, მაშინ შეგიძლიათ არაერთ საინტერესო იდეა პროექტის ჩამოყალიბება, რეალიზაცია და თან თუ გაგვიღოთ უმეტეს რაღაც საერთო პარტნიორული თანამშრომლობა და ერთობლივ ფულთან არის ეს დაკავშირებული. ეს საქმე ძალიან კარგად წარმართება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ენას გბილს დააჭერთ, საიდუმლოს იცავთ და ზედმეტს არ ხმაურობთ. აი ამ მხრივ იყოთ ცოტა ყურადღებით და
მაშინ პერიოდი იქნება გაცილებით უფრო სტაბილური ყოველთვის. ქალწულის ზოდიაქოს რაც შეეხება ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, იმუნიტეტიც მაღალია, ფსიქოლოგიური სტაბილურობაც იშენს თავს. ამიტომ ნიშანი საკმაოდ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, მომთმენი ხდება ამ პერიოდში. და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის ხარდაჭერა პარტნიორთან მხრიდან. ეხება როგორც სასქესო პარტნიორებს, ასევე საქმიან ბიზნეს პარტნიორებს. აი ეს მათი მხრიდან ხარდაჭერა კიდევ უფრო აუკეთებს თქვენ ძალებს და შესაძლებლობებს. თუმცა, მოდესთ ვთქვათ, შეიძლება საწყის აი ამ დღეებში ამ კვირისა ყველაფერი ისე არ მიდიოდეს, როგორც თქვენ გსურთ, მაგრამ ნელ-ნელა ნებისმიერ თქვენი საქმე კარგად დაიქოქება, რო იტყვიან. და ისიც ამშვენებს ზოგიერთი ადამიანები პირველ დღეებში ამ კვირისა შეიძლება სათანადო შეფასება ვერ გააკეთოს სწორი თქვენი მოქმედების, მაგრამ ვიმეორებ. ამაზე ახლა ამას ნუ უწყენ და ამას ნუ გადავყვებით ნერვულობის კუთხით, ძალიან მალე ეს ყველაფერი გაივლის და თქვენი ასე ვთქვათ შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, შეუპოვრობა თავის შედეგს დადებს. მთავარია არ გადააფასოთ თქვენი შესაძლებლობები, თქვენი ძალები, ზედმეტად დიდი ენერგია არ დახარჯოთ, იმისთვის რომ რაღაც შედეგი მიიღოთ. აქ ყველაფერი მოზომეთ. მაშინ მოქმედება იქნება უფრო რაციონალური და უფრო სწორი. და აუნიშნოთ ისიც, რომ ეს ის პერიოდი არ უმშრალობისას, სხვაჩვენს მეგობართან მხრიდან, კოლეგათან მხრიდანაც კი შეიძლება მიიღოთ გარკვეული დახმარება, თანადგომა, მაგრამ პარტნიორული ურთიერთობა რაც უფრო სტაბილურია, ვიმეორებ, მით უფრო წარმატებულია თქვენი საერთო მოქმედება ამ პერიოდში. შემოქმედებით ინჩის დონარი ძალიან კარგად გამოვლენის შესაძლებლობა გაქვთ. რაც მეტად რთულ საკითხებს გადაწყვიტავთ, არახისტა და პირდაპირობით, არამედ დიპლომატიურად, კომპრომისების მიღწევით, უფრო მშვიდობიანად, მით უფრო მეტად, გინ სახლში, გინ სამსახურში იქნებით წარმატებული და უფრო პოპულარული. რაც შეეხება სასწორე ზოდიაქოს ნიშნი დაავადებას, მოითხოვეთ რომ ენერგოტონუსი თქვენი აშკარად დაბალია, ჯანმრთელობა არ მდგრადია, იმუნიტეტია დაბალი და ამიტომ ჯანმრთელობას გავუთხილდით, გამოაწინეთ საკუთარი თავით და დაასვენეთ შეძლების დაგვარად, აი ორგანიზმს დაუგდეთ ყური, ის მოითხოვს და თვითონ რამდენსაც მოითხოვს, იმდენად დაასვენეთ. ამიტომ ეფექტურობა თქვენი მოქმედების ამ დაბალი ენერგოტონუსის ფონზე უდავოდ მაღალია. აუნიშნოთ, ამიტომ სხვადასხვა ურთიერთწინააღმდეგობები იქნება. და აუნიშნოთ ისიც, რომ ამასთან ერთად საქმიანი კუთხით გარკვეული პოზიტიური შანსებიც გვაქვს ამ კვირის განმავლობაში. ნუ მოდი ავშვათ, რომ არაერთი ისეთ საქმის გაკეთება მოგიხდებათ, რომ ეს დაკავშირებული იქნება არ მარტო თქვენ საქმესთან, არამედ ხვის დახმარებასთან. რაც შემდგომ ამ პერიოდში არ, მაგრამ შემდგომ პერიოდში დაგებრუნდება ძალიან სასიკეთო ცვლილებებით. დავუშვათ ისიც, რომ აი ამ თქვენი დახმარების შედეგად ამ პერიოდში სხვა ადამიანებისთვის თქვენ შემდგომ უკვე პერიოდში შეიძლება აი თვის მეორე ნახევარში უფრო მეტად მიიღოთ ძალიან გარკვეული ძალიან კარგი შანსები, პერსპექტივები, მათ შორის ფინანსური კუთხითაც და ეს ის პერიოდია, რომელიც ბევრ ამის ალაგებს თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება გონება დაგილაგდეთ, შეიძლება თქვენი ურთიერთობა დაალაგდეს, თქვენი საქმიანობა დაალაგდეს, ერთ სიტყვით დალაგებისთვის პერიოდი კარგია და რაც მეტად კარგ ურთიერთობებს შეენარჩუნებთ კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, ეს უფრო მეტად ხელს შეუწყობს თქვენს წინსვლად პოპულარიზაციას და შემდგომ განვითარებას. მორიელს რაც შეეხება ენერგოტონუსი მაღალია, ეს ნიშანი ახლა რა თქვენ ჯანზე, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, პრიად კომუნიკაბელურია, კარგი ლიდერული თვალსაზრისით, უშარ მებრძოლის სულისკვეთების გამოვლენა შეუძლია. თან შრომისუნარიანობა, ენერგია საკმაოდ ბევრი აქვს ამ პერიოდში. ამიტომ ის გარკვეული და კომფორტის ზონაშია შესული. ეს პერიოდი, რომელსაც შესაძლებელია ესე დავარქვათ ამ პერიოდს მორიელთათვის სიყვარულის დროა, შემოკარგება. კარგია ეს პერიოდი ახალი სასქესო პარტნიორული, ახალი რომანტიკული ურთიერთობებისთვის, არსებული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, რაც შეიძლება მეტად სიყვარული ჩადეთ ნებისმიერ თქვენს საქმეს ან მოქმედებაში. ეს მოქმედება იქნება უფრო ნაყოფიერი და ეფექტური. ურთიერთობა შვილებთან უმჯობესდება აშკარად და თქვენ უკვე მეტ პასუხისმგებლობას გნობთ ამათო საკითხთან მიმართებაში. სულიერი განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ზოგიერთ თქვენთაგანი აქტიურად ჩართობა საქველმოქმედო საკითხებში და ამით ერთგვარად გაზრდის საკუთარ რეიტინგს, ავტორიტეტს საზოგადოებაში. დაუშვათ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, რომელშიც შეიძლება ზოგიერთი ადამიანის სიტყვა სწორად ვერ გაიგოთ. ამიტომ აქ ნუ იჩქარებ დასკვნის გაკეთებაში და თუ რაღაც საფორმებთ შვიდჯერ გაზომერთხელ გაჩი. ანუ ყველა მის პუნქტს გადახედოთ. ესე ხელი არ მოწევთ, რომ ამ კუთხით რაიმე სახის პრობლემები არ ჩინონ თავი. კლიანობაში მეორე როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი ორგანიზატორი ძალიან კარგად წარმოაჩენს თქვენს მონაცემებს, თუმცა
დროდადრო ასე თქვა დაეყრდნით ინტუიციას, იმიტომ რომ აქ იმდენად საფრდება თქვენი ინტუიცია, რომ გაძლევთ აბსოლუტურად ზუსტი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. ხა ბევრჯერ მსმენია რომ ადამიანები მეუბნებიან, რომ ცით რა მე იმდენად ზაფრი მაქვს ინტუიცია, რომ მე შენია მისი. და აი ხშირად ყურს არ უგდებთ და ნუ გააკეთებთ ამას მით უმეტესად მორეელს ეხება. მორეელს აქვს ზემძლავრი ინტუიცია და ინტუიცია უფრო ძველი წარმონაქმნია ღვთიური ძალებისა, ვიდრე მაგალითად გონება. ამიტომ ის შეცდომებს არ უშვებს და გონება შეცდომებს უშვებს. ამიტომ პირიქით, ნუ გეშენიათ, პირიქით დააუგდეთ ყური თქვენი გულის ხმას, ინტუიციას ზუსტ არჩევანს მოგცემთ და უფრო სწორად იმოქმედებთ. რაც შეეხება მშვილდოსნეს ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, ერგო ტონუსი თქვენი შედარებით დაბალი. ამიტომ ჯანმრთელობას გავაფრთხილდით და გამოიძინეთ და დაასვენეთ თავი. ანუ მიეცით ორგანიზმის აღდგენის საშუალება. თუ თქვენ გადაიღლებით, გადაეტვირთებით, მაშინ უფრო ნერვული გახდებით, უფრო დაძაბული გახდებით, უფრო სულსწრაფი გახდებით და შესაბამისად მეტად დაუშვებთ. აი ეს გავითვალისწინოთ. თანმიმდევრულად უნდა იმოქმედოთ ამავდროულად, იმიტომ რომ საქმიანი კუთხით გექნებათ გარკვეული პოზიტიური შესაძლებლობები. და თან დაასვენეთ საკუთარი თავი, თან იმშევთ. აი ეს არის აუცილებელი, რომ დასვენება იმისთვის, რომ აღადგინოთ დახარჯული ენერგია სათანადო და მე მოქმედებაში გადახვიდეთ. ანუ ეს პერიოდისას შეიძლება ზოგიერთმა პარტნიორმა და მისმა არასწორად მოქმედებამ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში შეცვალოს თქვენი გეგმებიც კი. ეს ტენდენციაც არის ამ პერიოდში. თუმცა თლიანობაში არ არის ცუდი პერიოდი. თავარი არის აქ რა? კარგი ურთიერთობები გქონდეთ, როდეს თქვა საოჯახო საინტერესო კუთხით. თუ აქ გაქვთ სრულიად ურთიერთობა გაგება და არ აქვს დაძაბულობას ადგილი, მაშინ მათი მხარდაჭერა ერთგვარად გაზრდის თქვენი წარმატების შანსებს. მაგრამ გავითვალისწინოთ ისიც, რომ შესაძლებელია რაღაც პრობლემები წარმოექმნას საკუთრივ სფეროსთან დაკავშირებით. მაგალითად, გაფუჭდეს იქ ონკანი, გაფუჭდეს იქ ელექტროობა და შემდგომ და მოგიხდეთ აქ სათანადო ფინანსური, ენერგეტიკული ხარჯის გაწევა, რომ ეს ყველაფერი მოაწესრიგოთ. ეს ყველაფერი გააკეთეთ შვიდად, ზედმეტი კონფლიქტების გაღიზიანების გარეშე. მაშინ პერიოდი იქნება გაცილებით უკეთესი თქვენთვის. რაც შეეხება თხისკა ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, საკმაოდ კარგი პერიოდი არქო ტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია და ეს პერიოდი ხელს უწყობს არაერთი საინტერესო საქმიანი კონტაქტის დამყარებას, ხელშეკრულებების დადებას. აქ ხელმძღვანელთა მხრიდან, სპონსორების მხრიდან გრძნობთ, რომ მხარდაჭერა გაქვთ აშკარად. ამიტომ ძალიან კარგია. ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტა მართალია მოგიხდებათ აქ. და რათა დავუშვათ ძველი შეცდომებიც გამოასწოროთ კი ეს მომენტი არის, მაგრამ თლიანობაში პერიოდი უდაოდ კარგია. ენერგოტონუსთან ერთად შრომისმცნარეობანების კუპა ორგანიზებული ჭიმატულობს თქვენში, ეფექტურობა მოქმედების ერთიორად იზრდება და ეს რას უყურია მოგცემთ საკმაოდ კარგ ფინანსურ დივიდენდებს. ამავდროულად აღმოჩნდეთ, რომ ახალი საინტერესო ვალდებულებების წინაშე აღმოჩნდეთ. ეს ტენდენციაც იჩენს მეტად თავს და ამიტომ მოდი ეს თქვა, ეს არის მრავალფეროვანი კონტაქტები, შეხვედრების, მოლაპარაკებების, სწავლის თუ გინდათ პერიოდი. შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, პარტნიორული თანამშრომლობისთვის ძალიან კარგი დროა. მოგზაურობის კუთხით, აქ აუმჯობესებთ ურთიერთობებს დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, მათი თანადგომაც იქნება დროული და ფრიად მნიშვნელოვანი თქვენი წარმატებისთვის. მერწყული ზოდიაქოს, რაც შეეხება ჰაერისტიკიას, აღნიშნოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ არაერთი ფინანსური საკითხი კარგად გადაწყვეტოთ. სხვილი საგრილების წინაშე აღმოჩნდეთ ამ პერიოდში და სტაბილურობას მიაღწევთ მატერიალური კუთხით. ამიტომ ეს თვითრწმენას გაზრდის თქვენში. ამასთან ერთად ზოგიერთ შემთხვევაში ინიციატივის გამოვლენა მოგიხდება და აი აქ ეყავით ყურადღებით, იმიტომ რომ ტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია. დაღლის ტენდენცია მაღალია, ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენთვის რა იმისთვის, რომ საქმიანი კუთხით ეს კარგი პერიოდი კარგად და აქტიურად გამოვთ, საჭირო არა, რომ ცოტა მეტად დაასვენოთ საკუთარი თავი, როგორც კი ამის საშუალება მოგცემთ და განსაკუთრებით გამოიძინოთ, იმიტომ რომ გამოუძინებელი მერწყული კაპიკად არ ვარ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. სხვა მხრივ, თუ ამას შეძლებთ, მაშინ ორგანიზატორულ ნიჭსაც კარგად გამოავლენთ და აქ შესაძლებლობები იმისა, რომ აი ძველი საქმეებისგანაც კი მიიღოთ მატერიალური დივიდენდები, რაც ხელს შეუწყობს თქვენს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ამ მხრივ სასიკეთო ცვლილებებს, ეს კი აი ეს ტენდენციები უდავო იქნება ამ შემთხვევაში. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, აი თავარი ფავორიტი ამ კვირისა ვინ არის? ეს არის თევზები. ხა თევზებს ხო იცით როგორია თევზები? ნუ მოდით ეს ვთქვათ, უნდა უთხრა 5 თუ ეუბნები დავუშვათ, 5 კარგი რო უთხრა და 1 ცუდი შეიძლება თქვას, არ აუშვებს. მაგრამ თუ თქვი დავუშვათ 4 კარგი
დავუშვათ ხო? ან დავუშვათ 4 კარგი 2 ცუდი, ხო? მაშინ ამ შემთხვევაში თქვის რომ არ ვარ ეს პერიოდი. ან უნდა იყოს აშკარად ძალიან ბევრი კარგი. ერთი ცუდი შეიძლება როგორმე აიტანოს, შეიძლება არ საიტანოს. ამიტომ ეხლა გეუბნებით თევზებო, ძალიან კარგი პერიოდია. აი 5-ვეს გეტყვი და 5-ვე კარგია. ძალიან ჰარმონიული დინამიური პერიოდია, ერგოტონუსი მაღალი გაქვს, ჯანმრთელობა მდგრადია, ფსიქოემოციურად ფრიად სტაბილური ხართ. ინტუიცია ზემაღალი, რომელზეც დაყრდნობით სწორად შემოს გააკეთებ და შეგიძლიათ ამის შედეგად აქტიური მოქმედება. ანუ ნაკლებად იღლებით, შრომის უნარიანობა საკმაოდ მაღალია. ამავდროულად კარგი სტრატეგიული ხედვის უნარი გაქვთ და ინტუიცია ამაში გეხმარებათ, არა მარტო საკუთარ, არამედ სხვისი მოქმედების პრინციპებსაც და დაუშვათ სტილსაც კარგად ხვდებით წინ და წინა შეგიძლიათ რამდენიმე მისი ნაბიჯით ადრე გათვალოთ, რას გააკეთებს ესა თუ ის ადამიანი. და ამიტომ მაგ როგორც ფსიქოლოგიც იქნებით ძალიან კარგი, თან მოქმედებით ზუსტად და თამთხილად, ამიტომ ეს გაძლევთ საშუალებას, რომ თავი არიდოთ არასასიამოვნო სურპრიზებს. ამავდროულად შინაგან შიშებსაც დაძლევთ. ეს ის პერიოდი, როდესაც ძველი პრობლემები შეიძლება ადვილად გადალახოთ და ეს ის პერიოდი, როდესაც დისციპლინაც მატლობს თქვენში და შესაძლებლობები მისცემთ როგორც ლიდერმა, ხელმძღვანელმა კარგად წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები, ინიციატივა ავიღოთ საკუთარ თავზე. ერთ სიტყვით, ფინანსური კუთხითაც, საქმიანი კუთხით, შემოქმედებითი კუთხით, პირადული კუთხით, პარტნიორული თანამშრომლობის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ეხლა თქვენი დროა, ვარსკვლავური დროა, თევზებო აქტიურად იმოქმედოთ. აი შეგვიძლია ესე პირდაპირ გითხრათ. ეს 12-ვე ნიშნის ასტროპროგნოზია ამ კვირისა. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ გამოსულია ჟურნალი შენი ჰოროსკოპი, სადაც არის უამრავი საინტერესო ინფორმაცია და პლუს ყოველთვიური სათითაო ზოდიაქოს ნიშნებისთვის ასტროპროგნოზები. ამის გარდა გააქვთ აკრას უკვე უკურსო მთვარის, ანუ მიმართულება დაკარგული მთვარის საათები, თვეების და მიხებით დალაგებული და ასე შემდგომ. ამის გარდა ესე გიცით, რომ არის დიდი ჟურნალი ჰოროსკოპი. ხა, შემოკარგება მინდა რომ კარგად მომისმინოთ და ყურადღებით, ხო? იმიტომ რომ წინა გადაცემაში ესე იგი ეს ჩვენ ყველაფერი ვაჩვენეთ. და ამის მერე რეკავს პიროვნება და მეუბნება, რომ ეს მეორე ჟურნალი როდის გაჩნდება. უკვე რამდენიმე წელია ორივე ჟურნალი გამოსულია, გამოდის ახალწო და ორივეს გიჩვენებთ აი ესე. ესე იგი და ესე იგი ადამიანი დიდი ხანია გიყურებთო თან და დიდი ხანი თუ გიყურებთ კი, მაგრამ ამ ორ ჟურნალს ვერ ამშვენებთ, რომ განსხვავებულია და სხვა. ერთი არის შენი ჰოროსკოპი და მეორე არის უბრალოდ ჟურნალი ჰოროსკოპი. ამიტომ მე აქცენტ ყურადღება ორი ჟურნალია, განსხვავებაა ცოტა ზომებში, მაგრამ ორივე ძალიან საინტერესოა. ჟურნალ ჰოროსკოპში გვაქვს მაგალითად რა უამრავი ინფორმაცია პოლიტიკური ასტროპროგნოზი. აქ ჩვენ გვაქვს ასევე საზოგადოებრივი პოლიტიკური პროგნოზი და ამასთან ერთად გეომანტია დედამიწის. ანუ აქ ჩვენ გვაქვს გათვლილი ეს გეომანტია და გრაფიკულად წარმოდგენილი თქვენთვის, რომ თქვენ იცოდეთ. რას ნიშნავს გეორგორია გეომანტიის ზეგანო მზეზე აფეთქებები და ის უარყოფითი ენერგია, რომელიც მოდის, რას გვიქადის, რა მოსდის დედამიწას ამ დროს და რას გაგონოს ახდენს თვითონ ჩვენთაგანზე ეს მოვლენა. ამის გარდა ჩვენ გვაქვს ყოველ ასე ვთქვათ დღიური მთვარის კალენდრები. ანუ ყოველ დღე რა ტენდენციებია მოსაუბრებელი და შეგნით რას უკვე გვიდევს ჩვენ უკვე კალენდრები, რომელსაც თქვენ კარგად იცით და მნიშვნელოვანია მე მგონი უკვე ბევრისთვის, იმიტომ რომ ამაზე არაერთი დაიწერა სხვათა შორის და ჩვენთანაც დაირეკა ამასთან დაკავშირებით. ეს არის თქვენ იცით ბიზნეს შემოქმედებითი პირველ რიგში ასტროლოგიური კალენდარი და სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც აღნიშნულია მაგალითად ეს სამედიცინო კალენდარი, ეს არის აღნიშნული გაქვთ ის დღეები, როდესაც ესა თუ ის ორგანო სუსტდება 2 დღის განმავლობაში და აი მასთან მიმართებაში ამ პერიოდში ოპერაციის ჩატარება არ იქნება სასურველი. ასე ვიცით, რომ არის დიდი ასტროკალენდარი, ეს ჩვენ საოჯახო ასტროკალენდარს უწოდებთ, სადაც 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის 2025 წლის კარგი და ცუდი დღეები, საშუალო დღეები, ახალმთვარეობა, სავსემთვარეობა და რას ნიშნავს ყოველივე ეს გათვლილი გაქვთ სათითაო თვეების და მიხედვით და 12-ვე ზოდიაქომ შეიძლება ჩაიხედოს და თავისი ნახოს. მაგრამ თუ თქვენ გინდათ ასეთივე თქვენი კალენდარი ჯიბის რო იყოს, აი, მაშინ აგერ. ასეთი კალენდრებიც არის პატარა, რომელიც შეგიძლიათ აქ 12-ვე თვე არის და 12 თვეში ჩასმული გაქვთ დადებითი უარყოფითი დღეები, ახალმთვარეობა, სავსემთვარეობა და ამითაც ის არ გებლოთ. და იქნებით ამით გაფრთხილებული და შეიარაღებული და მოითხოვეთ აუცილებლად, იმიტომ რომ მთელ რესპუბლიკაშია გავრცელებული და ამიტომ ზოგ ადგილას არდევს, მაგალითად ჩვენ ბიბლუსის მაღაზიებში იყო ზარები, მათ შორის აჭარიდან რო აი ბიბლუსის მაღაზიებში არ იყო ამ დროს მე აღმოჩნდა რომ აქვთ.
მაგრამ რატომაც არ დადეს დახლზე. და ამიტომ ზოგიერთ რაიონში ესე არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში შედით იგივე დაუშვათ ბიბლოსის მაღაზია ეკნება თუ პრესიჯიხურები მოითხოვეთ. თუ არა და მაშინ შეეხმიანეთ აი ჩვენს წარმომადგენლებს 597 1599 მეორე 597 1599 და უკვე თქვენ სახლში მიტანით მიიღებთ ამ ასე ვთქვათ ინფორმაციას. მით უმეტეს 15 მარტამდე მიტანა არის უფასო და ესე შეგიძლიათ გაითვალისწინოთ და ამიტომ მოითხოვოთ შესაბამისად მოდით ავუშვით რომ აქ თქვენ გაქვთ უზარმაზარი ინფორმაცია 2025 წლის აღმოსავლური დასავლური კალენდრით ზოდიაქოს ნიშნების ასტროლოგიური პერსპექტივები პროგნოზები და უამრავი სხვა ინფორმაცია რომელიც იმედია რომ გამოგადგებათ ეს ყველაფერი გაზლით საშუალებას ვიღოთ გაფრთხილებული შეერაღებული და ესე იგი წარმატებული ეხლა რაც შეეხება უკვე სხვა მოვლენებს ამ კვირისა პირველში ესე იგი ხვალინდელი დღეს არის 3 მარტი რასთან არის დაკავშირებული იმასთან რომ სწორედ ხვალიდან 30 მარტამდე გონების და ინტელექტის კომუნიკაციის ანუ მმართველი პლანეტა მერკური გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში ნუ შესაბამისად 30 მარტამდე თვის ბოლომდე ფაქტობრივად ამზე გავლენის შედეგად იგი მეტად განავითარებს ადამიანებში გონებამახვილობას კომუნიკაბილურობას, ლიდერულ ორგანიზატორულ თვისებებს, მებრძოლ უშიშარ ხასიათს ეს დადებითი და განავითარებს უარყოფითსაც, რას, სიჯულტეს, უკომპრომისობას, ზედმეტპირდაპირობას, სულსწრაფობას, უღერათობას, ეგოიზმს, კამათისადმი მიდრეკილებას. ეგ რა უნდა ვქნათ? ნეგატიურ თვისებებს, რომელიც აღმოჩნდეთ, კონტროლი დაუწესოთ, როგორც ხელის შემშელ ფაქტორებს, დადებითი მაქსიმალურად გამოავლინეთ. და ამასთან ერთად არ აყვეთ აგრესიას. ნუ აყვებით ილუზიებს ხვალ, მეტი ყურადღება დაუთმოთ დედებს. მათი დღეა და მიულოცოთ და პატივი მივაგოთ მათ. ჯანმრთელობის კუთხით სუსტება თავი, გზნობათა ორგანოები, ყელი, ენდოკრინული სისტემა. ცხადე ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოების მიმართებაში ხვალ განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე თხისკას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება 4 მარტს სამშაბათი დღეა, კარგი დღეა გადაუდებელი საქმეების შესასრულებლად. ნუ განმარტოვდებით აქ ახალი შეხვედრები ნაცნობობა საკმაოდ კარგ შედეგებს მოიტანენ და სამშაბათს დაწყებული საქმე აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ბოლომდე ეს გაითვალისწინეთ. კარგი იქნება თუ ამ დღეს დაიწყებთ თბილისში ხაფით. და აქ საჩვერის სამშაბათი კარგია მაგალითად გათბობის სისტემის შესაძლებლად ან რემონტის დასაწყებად ჯანმრთელობის კუთხით სუსტება ყელი ენდოკრინული სისტემა სწორი ნაწლავის ზონა ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი სამშაბათი კარგია კუროს და კერჩხების ზოდიაქოს ნიშანთათვის რაც შეეხება 5 მარტს ეს უკვე 4 შაბათი დღეა აქ მიაქციოთ ყურადღება პირველში მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს 14 საათიდან 55 წუთიდან 16 საათამდე 30 წუთამდე გასტანს იგი და ამ დროს ზედმეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანს შეიძლება გახდეს მიზეზი ამ პერიოდში არასასურველი ტრაუმებისა და ავარიების რაც ამ დროს უთხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას გზღოლების და ქვეითად მოსაულებისგან ხოლო ორშაბათი ხვალინდელი დღე სამი რიცხვი გეომაგნიტურია ეს უნდა გვეთქვა აუცილებლად და გვაქვს ამის თქვა, ანუ რას ნიშნავს იმას, რომ თუ რაღაც დისკომფორტი გძნით, ხვალ შეიძლება თავის ტკივილის სახით, უგონებობა და სხვა ფორმით აუცილებლად წნევას მიაქციეთ ყურადღება და წნევის პროფილაქტიკა წამლებით თუ აუცილებლობა იქნა ესეც ჩავატაროთ და ორშაბათს ასევე მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი გვაქვს ხანგრძლივი ღამის პირველი საათიდან დღის 14 საათამდე 38 წუთამდე გასტანს. ამიტომ ზღოლის ქვეითად მოსწავლეებს ამ პერიოდშიც უკვე ორშაბათს მართებთ ყურადღება. და რაც შეეხება ხა დავუბრუნდეთ 4 შაბათ დღეს, აქ ჩვენ ავუშვათ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი 14 საათიდან 55 წუთიდან 16 საათამდე 30 წუთამდე. და გახსოვდეთ რომ 4 შაბათის ტყვილი ცუდად აესახება თქვენს ჯანმრთელობას. პარტნიორ წოდებებს გაუმჯობესების ტენდენცია კი მოემატებს. და თან თუ შეაქებთ და ზრუნვას მეტად გამოავლენთ ერთმანეთის მიმართ, ეს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებს პარტნიორ ურთიერთობებს. კარგია 4 შაბათს სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება, სახის, კანის, თმების კვება, თუმცა მოდი ავუშვათ ისიც რომ მოვერდოთ აქ ხალების, პაპილომების მოშორებას, კისრის მკვეთრ მოძრაობებს
ცივგაზიან სასმელს და ორპირ ქარს. გაცვების ტენდენცია მაინც მაღალია და ეს გვახსოვდეს 4 შაბათს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, ბრონქები, ფილტვები და ხელები. ოპერაციების ჩატარება მათთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია 4 შაბათი დღე ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. და რაც შეეხება ახლა გადავიდეთ 5 შაბათ დღეზე, 6 მარტია, გეომაგიტურია და აქაც იყავით ყურადღებით. იმიტომ რომ გეომაგიტური იცით ნეგატიურ დახსასვლელს ადამიანებს და თან ჩვენ გვაქვს 2 გეომაგიტური ზედიზედ 5 შაბათს და პარასკევს. და ამიტომ როცა მოდის ზედიზედ 2 გეომაგიტური დღეზე გიაქვს ხანდაზმულებს განსაკუთრებული ყურადღება და თუ თქვენს იგრძნით რაღაც დისკომფორტი გაქვთ წნევას, პირველ რიგში ყურადღება და წნევის პროფილაქტიკა. აი ეს ამ მდგომარეობიდან გამოგიყვანთ ადვილად. რაც შეეხება 5 შაბათ დღეს, სახლიდან გამოსვლისას თუ ძალიან დაგიბერათ სახეში ქარმა დაფიქრდით, ეს გარკვეული მინიშნება იქნება სამყაროდან იმისა, იქნება არღირს იქ მისვლას სადაც მიდიოდით. ეს ერთგვარი აი მინიშნება კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეცადეთ კარგად გამოიწინოთ 5 შაბათს, ასევე პარასკევსაც თუ გინდათ რომ გონებამ კარგად იმუშაოს. პარტნიორთებაში 5 შაბათს მე და დაკონტროლეთ ზედმეტი ემოცია, ზედაპირულობა, სულსწრაფობა და ფლირტისადმი მიდრეკილება. მეტი ტაქტი და მოთმენება გმართებთ ამ ურთიერთობებში. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები. ცხადე ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია 6 ანუ 5 შაბათი დღე 6 მარტი ვერსტათვის და სასწორთათვის. რაც შეეხება 7 მარტს პარასკევის დღეა, აქ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდით ხოს ყურადღებას 18 საათიდან 58 წუთიდან 20 საათამდე 40 წუთამდე გასტანს სიგი. აი ამ დროს ზედმეტად დუმდება ყურადღება, რაც ითხოვს ღოლებისა და ქვეითად მოსწავლეებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, რათა ამ ყურადღებობის ფონზე ტრავმატული ტენდენციების წინაშე არ აგვიშტეთ. თან გეომაგიტური დღეა. ამიტომ აქაც თუ რაღაც შინაგანი დისკომფორტი იგრძნით, აუცილებლად წნევას მიაქციეთ ყურადღება, წნევის პროფილაქტიკაც გამოიყენოთ. 7-ში პარასკევს მაღალია მოტყუების და ასევე თვითმოტყუების ალბათობა. პარტნიორთებაში მოერდეთ პარტნიორით манипуляციას და მისი სიზუსტეების გამოყენებას, უნდობლობის და ეჭვიანობის გამოვლენას, ფლირტისადმი მიდრეკილებას, ეს მხოლოდ დაძაბავს ურთიერთობებს. რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით იმოქმედეთ მხოლოდ და იაზროვნეთ ზედმეტი ფანტაზიების გარეშე. არ ვარგა 7-ში რძის პროდუქტების გამოყენება ნეგატიურ დახსასვლელს ეს ორგანიზმს. მოვერდეთ უხაერო სივრცეებს, სიმძიმეების აწევას და ღამე ვითვეტეს ძილის წინ ზედმეტი ინფორმაციით გონების გადაღლას. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ფილტვების ზონა, ბრონქები, კუჭი და მკერდი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში 7-ში პარასკევს არ იქნება სასურველი განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა. კარგია ეს დღე ტყუპების, ლომის, ასევე მშვილდოსნის და მერწყოლის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება 8 მარტს შაბათს, ნაზრული აქ მანდილოსნებს კიდევ ერთხელ მოგილოცავთ. წინ და წინ გილოცავთ ისევ, ეს თქვა, მაგრამ კიდევ 9-ში მოგილოცავთ. თქვენს დღეს აქ შესაძლებელი იქნება შეხვედრა ძველ მეგობრებთან და ურთიერთობების გაცივება შეიძლება ამჟამინდელ, ასე ვთქვათ, მეგობრებთან. აი ეს ტენდენციაც არის დამხრობოთ ცოტა ყურადღებით. კარგი დღეა თვითშემეცნებისთვის, საოჯახო საათესო კონტაქტებისთვის, შვილებთან ურთიერთობისათვის, ტრადიციებში ჩასაყრმავებლად ამ დროს აკონტროლეთ ცოტა ემოციები. და ეცადეთ არ გაცივდეთ, რისი ტენდენციაც აქაც მაღალია. და პარტნიორულ ურთიერთობებში აი აქ შესაძლებელი იქნება 8-ში სიყვარულის ახსნა. ამ მხრივ ეს დღე კარგია. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი. და აქაც ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში არ იქნება სასურველი. შემოქმედებითი ნიმუშების შესაძლებლად ხალხური შემოქმედების ნიმუშების შესაძლებლად დღე კარგია. პოზიტიურია იგი კერჩხების, თხისქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. და რაც შეეხება 9 მარტს, ეს არის კვირა დღე, აქ შესაძლებელი იქნება კარგი ამბის გაგება, ძველი საქმიდან მოულოდნელი მოგების მიღება, პარტნიორთან შესაძლებელი იქნება შეწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა, მეტი სიღრმისა და ვნების გამოვლენა ამ ურთიერთობებში. ამ დროს იქნებით ზედმეტად ეჭვიანი და ემოციური. ზედმეტ საკვებსაც 9-ში ნუ მივიღებთ. და რაც შეეხება ეხლა ჯანმრთელობას, სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი. პოზიტიურია შემდეგი კვირა კუროს, ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეს შემდეგი კვირის დღეების და მიხედვით პერსპექტივები, ახლა ვისაც აქვს განზრახული ყურნალობის დაწყება, მათ საყურადღებოდ მინდა აღნიშნო, რომ კარგია თქვენთვის ამ პერიოდში ისე დღეები, როგორც არის მაგალითად 5 რიცხვი. აი 5 რიცხვი ყველაზე კარგია ყურნალობის დასაწყებად
მაგრამ ნეგატიური გვაქვს 6. 6 რიცხვში არა, 5-ში კი დანარჩენი დღეები ნეიტრალურია. გზავრობა მოგზაურობის კუთხით აქაც კარგია 5, რიცხვი დარგივარგად 3, 6, 7, აი ეს რიცხვები ნაკლებად. მოიწერს ვთქვათ, სამსახურის შეცვლისათვის, აი თვალთვალდროშიც 3 კარგია, 5 კარგია და არგივარგად 6 და 7 რიცხვები. დანარჩენი დღეები ნეიტრალურია. ხელშეკრულებების დასადებად ყველაზე კარგი იქნება 4, მარტის დღე 5-იც კარგია, სხვათა შორის 9-ც არ არის ცუდი, არ ვარგა ამ პერიოდში 6, 7, 8. აი ეს დღეები არა. რაც შეეხება ქორწინებას, ქორწინების კუთხით, მოდი ასე ვთქვათ, რომ 3 რიცხვია კარგი, 4-იც კარგია, ეს დღეები და მერე 9. და ნაკლებად 5, 6 და 7. ბილის ყიდვა გაყიდვისთვის, ახალ ბინაში გადასვლისთვის, ყველაზე კარგია 5 და მერე 7 მარტის დღეები, არ ვარგა 3, 6, 8 მარტის დღეები. დანარჩენი დღეები ნეიტრალურია. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის ყველაზე კარგია 3 და ასევე 7 რიცხვი, არ ვარგა 5, 6 მარტის დღეები. მსხვილი საყიდლებისთვის კარგია 4, გამოიყენოთ ასევე 6 რიცხვი, ხოლო ნაკლებად 3, 5 და 8 მარტის დღეები. სასამართლო პროცესებისთვის კარგია 3, 4, ასევე 6 მარტის დღეები და არ ვარგა 5 და 7 მარტი. აი ეს შეეხებოდა უკვე თქვენს საქმიან შესაძლებლობებსაც. ახლა ძმების შესაჭრელად ყველაზე კარგი იქნება 3 და 4, ორშაბათი, სამშაბათი დღეები. დანარჩენი დღეები ნაკლებად. რაც შეეხება საფინანსო, ასე ვთქვათ, რიტუალებს, უცებ თქვენ შეგიძლიათ ამა თუ იმ მოქმედებით მოიზიდოთ ფინანსები ან განიზიდოთ ისინი, არასწორი მოქმედების შედეგად, მაგალითად, აი ხვალ 3-ში კარგია, ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, ეს გააძლიერებს თქვენს ეგრევურს, მაგრამ არ ვარგა საათის ყიდვა. 4-ში კარგია ქველმოქმედება, მაგრამ არ ვარგა კაპიტალ დაბანდება. 5-ში 4 შაბათს შეიძლება პულის ვალში აღება გაცემა, მაგრამ არ ვარგა ვალის დაბრუნება და ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. 6 მარტს კარგია საფულის შეძენა, საკუთარი ფულის გადაცვლა, კარგად მოფიქრებული კაპიტალ დაბანდება, ეს მიზიდავს თქვენ და მე ფინანსურ ეგრეგორს. 7 თებერვალს რაც შეეხება პარასკევს, კარგია აქაც კარგად მოფიქრებული კაპიტალ დაბანდება, ვალის დაბრუნება, არ ვარგა ფულის ვალში გაცემა ანაღება. ხოლო რაც შეეხება შაბათს 8 თებერვალს, საიუველირო ნივთების შესაძენად კარგია, ოღონდ საკუთარ ფულს ნუ გადაითვლით. 9 თებერვალს კარგია ფულის ვალში გაცემა აღება, ვალის დაბრუნება, მაგრამ სხვის საფულეში ნუ ჩაიხედავთ. თორე ეს თქვენი საფულედან წაიღებს შემდგომ თანხებს. ეს რაც შეეხებოდა ფინანსურ რიტუალებს. რაც შეეხება ანგელოზის საათს, ანგელოზის დროს. იცით ამ პერიოდში შეგიძლიათ თქვენ ფარველ ანგელოზთან გახვიდეთ კონტაქტზე, თხოვოთ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. თუ თხოვა ადეკვატურია, გეკუთვნით თქვენი კარმული მისიის შესრულების დაკუთხით, ის შეგესრულება. თუ არა და არა. ანუ 3-ში ხვალ ეს ანგელოზის საათი ჩვენ გვაქვს 11 საათიდან 10 წუთიდან 12 საათამდე 3 წუთამდე. ამ პერიოდში რა ხნითაც გინდათ შეგიძლიათ ილოცოთ კიდეც და ფარველ ანგელოზს თქვენი თხოვნის შესახებ მოვუყვეთ. შემდგომ 4 მარტს სამშაბათს ანგელოზის საათი იწყება 11 საათზე დილით 50 წუთზე ამ დღე როგორც გენებოთ და გასტანს დღის 12 საათამდე 37 წუთამდე. 5 მარტს 4 შაბათს ანგელოზის საათი იწყება დილით 9 საათზე 33 წუთზე და დილის 10 საათამდე 23 წუთამდე გასტანს. 6 მარტს 5 შაბათს იგი იწყებს ამოქმედებას დილის 8 საათზე 30 წუთზე და დილის 9 საათამდე 25 წუთამდე გასტანს. 7 მარტს უკვე პარასკევი დღეა, დღის 11 საათი 45 წუთიდან იწყებს იგი ამოქმედებას და დღის 12 საათამდე 40 წუთამდე გასტანს. ანგელოზის საათი შაბათს 8-ში იწყება დღის 12 საათზე 12 წუთზე და დღის 13 საათამდე 2 წუთამდე გასტანს და 9-ში 9 მარტს ეს უკვე შემდეგ კვირა დღეა, დღის 12 საათიდან 30 წუთიდან დღის 13 საათამდე 25 წუთამდე გასტანს ანგელოზის დრო. ეხლა რაც შეეხება უკვე ზოგადად, რადგან ჩვენ კიდევ ჯერ ცოტა დრო გვრჩება, ზოგადად მე მინდა პატარა მიმოხილვა გავაკეთო იმისა თუ როგორ იქნება მარტი. მინდა გითხრათ რომ მარტი ძალიან სერიოზული და ზემნიშნულოვანი თვეა ამ წლის განმავლობაში და ხა თქვენ ნახეთ. აგერ ბატონო გუშინდელი, ასე ვთქვათ, პაიკრობა ზელენსკის და
ტრამპის რითიც დაიწყო მარტი გახსნეს რეალურად მათ და თან 28-ში ხა მოგეხსენებათ პარასკევს იყო თებერვლის ბოლო დღე სავსემთვარეობა. ნუ ახლა ხო უნდა ეფიქრა ხო თუნდაც ზელენსკის რომ მირბოდა ტრამპთან ახალ მთვარეობაზე ვინა წარმოებს ნუ ერთი მიხეილ სააკაშვილი იყო რომელიც ორჯერ შეხვდა პუტინს და ორივეჯერ მთვარის დაბნელებაზე. და მაშინ მე წინდაწინ გავაფრთხილე იგი რომ თუ ამ დღეს შეხვდება ერთი იყო მე მგონი 16 ივნისი რამდენიც ახალს მახსოვს იმიტომ კატეგორიულად მე კავკასიის მეშვეობითაც გამოვიდო თქვი რომ კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმიტომ რომ მთვარის დაბნელებაზე შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან ნიშნავს რომ საქართველოს სერიოზულად დაუბნელდება და როგორ დაუბნელდა და რა ტერიტორიები დავკარგეთ მე ყველამ კარგად იცით აი იგივე გააკეთა ახლა ზელენსკიმ ანუ ელემენტარული არ ცოდნა კოსმიური კანონებისა აი ეს ძვირად უჯდება მე ქვეყანას და მის ხალხს ამ შემთხვევაში ახალ მთვარეობაზე ჯერ ერთი აი ახლა 28 ახალი მთვარე იყო გუშინაც ზეგავლენა ახალი მთვარისა ძალიან ძლიერი იყო ამიტომ ესე დროს რასაკვირველი არანაირი შეხვედრება არავინ მოლაპარაკება იმიტომ რომ ადამიანი ამ დროს გაღიზიანებულია შეიძლება ადვილად აინთოს ემოციური კონტროლი დაკარგოს უფრო მეტად კონფლიქტების შექმნას და მით უმეტეს ახლა ზელენსკი რომელიც მოდი ესე ვთქვათ ხშირად მოხმარებელია და უშუალოდ გარკვეული ნაერთებისა და ახლა თან ახალ თვარეობაზე კიდევ აი მდგომარეობაში ახლა ნამდვილად არ იყო სასურველი მინდა გითხრა და ამიტომ პირველ რიგში დიდი შეცდომა დაუშვა მან იმიტომ რომ წამგებიანი იყო მისთვის ეს შეხვედრა და შესაბამისად დავინახეთ კიდეც ახლა ისე თქმა მინდა აქედან გამომდინარე რომ მარტმა უკვე გახსნა აი ამ სირთულით თავისი ასე ვთქვათ ეს თვე და სირთულეები იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი. ნუ პირველ რიგში ჩვენ ავუშვეთ რომ მერკური გონების მმართველი პლანეტა ახლა ხვალ გადავა ვერძის ზოდიაქოს თვის ბოლომდე ეს ნიშნავს რომ გონება გახდება აქტიური, ენერგიული, დინამიკური, კომუნიკაბილური გონებამახვილი კი, მაგრამ თან აგრესიული, თან ზედმეტად ემოციური, ეგოისტური, კამათისადმი დიდი მიდრეკელებებით ესე იგი ეს უარყოფითი ტენდენციები აკონტროლეთ. ერთის მხრივ კარგია, იმიტომ რომ ტვინის კარგად და სწრაფად მუშაობს. მეორე მხრივ ცუდია, რომ ადამიანი მოუსვენარე, იმპულსურია, სუსტრაფი. ყველაფერი უცებ უნდა და აქედან გამომდინარე ეჩქარება, შეცდომებს უშვებს და თან კამათისადმი არაერთი აგრესიული მიდრეკილებაა. რაც შეიძლება კონფლიქტი დაუსრულდეს, ხო? ეს მნიშვნელოვანი მომენტია, ამას მეაქციეთ ყურადღება კიდევ რატო? იმიტომ რომ 15 მარტს აქ უკვე ჩვენ პლანეტა მერკური, სწორედ ეს გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა, ეხლა თუ იგი სწორმავალია და შედის ხვალ ვერტში, აი 15-დან გახდება უკუმავალი. რადგან 3 კვირით. ეს კი რას ნიშნავს, რომ აქ უკვე გაჭირდება იდეების რეალიზაცია, გაჭირდება მოლაპარაკება, გაჭირდება ხელშეკრულებების დადება, მათი უმრავლესობა არ ემუშავებს. რომც დადოთ და რომც მოილაპარაკოთ. ამიტომ 15 რიცხვში ჩვენ გვგონს, თუ თქვენ ეხლა გაქვთ რაღაც მნიშვნელოვანი საქმეების საკითხები, რაღაცის ყიდვა გინდათ, რაღაცის მოლაპარაკება, ხელშეკრულების დადება, სადღაც წასვლა, მგზავრობა, მოგზაურობა 15-მდე, ნუ 14-მდე, მოდი ეს თქვა და რატო 14-მდე ამას კიდე გეტყვით. 14-მდე მოასწარეთ, იმიტომ რომ მერე ძალიან გართულდება ყველაფერი. მეორე ნახევარი თვისა გაცილებით მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი რაც არის კარგი ამ თვეში, ეს არის ის, რომ პოზიტიური ენერგო ველია და ის მეტნაკლებად გვაძლევს საშუალებას, რომ ეს სირთულეები შედარებით ვიმეორებ, სუბუქად გავიაროთ, მაგრამ სირთულეები მაინც იქნება. ეხლა ესე იგი უკუმავალი ნიშნავს 15 რიცხვიდან მარტიდან მერკური იმას, რომ ის გვაბრუნებს ძველ იდეებთან, ძველ პროექტებთან, ძველ ურთიერთობებთან, რომელიც რატომღაც ვერ წარიმართა ან სწორად არ წავიდა და აი მათი ანალიზი და გამოსწორების დროა და არა ახალი საქმის დაწყება, არა ახალი ხელშეკრულების, არა ახალი მოლაპარაკებების, აი ამას მეაქციოთ ყურადღება. 15 რიცხვიდან და ამ დროს ჩვენი მერკური იქნება ამავდროულად გონება ვერტში, რომელიც კამათისად მიდრეკილებასაც გააძლიერებს ამ პერიოდში და უფრო აგრესიული გახდება. აი ამას მეაქციოთ ყურადღება. ეხლა ამას კიდევ რა გააწეწმათებს ამ მერკურის, მოდი ასე ვთქვა, თუ შეიძლება ითქვას ფიგურალურად. დაბნელებები. ჩვენ გვაქვს ამ წელს პირველი დაბნელებათა დერეფანი. 14 მარტს ეს არის პარასკევი დღე, ჩვენ გვაქვს ასე იგი სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება და შემდგომ უკვე 29 მარტს ეს არის შაბათი დღე, გვაქვს მზის დაბნელება და ახალმთვარეობა. ანუ ესე 14-დან 29 წლის ჩათვლით პერიოდი ძალიან საყურადღებო, იმიტომ რომ თქვენ დაბნელებების დროს ბევრს უბნელდება ტვინი,
და ვერ ხდება თვითონ ვერც ხსნის რა დაემართა, რატომ მოიქცა ესე, რატო თქვა ესე, იმიტომ რომ აქ არაადეკვატურობა მატლობს. დაბნელებების დერეფანი ყოველთვის არის სერიოზული გამოცდა. ადამიანისთვის რომ მაგ თავდაჭერა, მოთმინება, წინდახედულობა, სიფრთხილე ყველაფრის მიმართ. დაწყებული დავშვით ორგანიზმის მდგომარეობიდან, ჯანმრთელობიდან, დამთავრებული ურთიერთობებით, ყველაფერი ითხოვს განსაკუთრებულ თავდაჭერას, წინდახედულობას და სიფრთხილეს. ამიტომ ეს თან უკუმავალი რეტროგრადული ვენერა იქნება ამ დროს, უკუმავალი რეტროგრადული მერკური. ანუ აქ შეიძლება სიყვარულში, საქმიან სფეროში ძალიან დიდი აღრევები მოხდეს. და ახლა ეს წარმოვიდგინეთ, გადაიტანეთ პოლიტიკურ ასპარეზზე, სადაც ძალიან დიდი მოვლენები იქნება მარტში, იმიტომ რომ აქ საბოლოოდ გაირკვევა უკვე ტრამპის, შეერთებული შტატების პოზიცია, ევროპის პოზიცია, საქართველოს პოზიცია და ძალიან დიდი ცვლილებები იქნება გეოპოლიტიკის კუთხითაც კი სამყაროში, ესეც მინდა აღვნიშნო, აი ის რაც ახლა მარტში მოხდება, იქ მოლაპარაკებები გნებავთ, გაწყვეტილებები გნებავთ, ხელშეკრულებები გნებავთ, ან რაღაცა სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები. ეს მსოფლიო მასშტაბით გეუბნებით არა მარტო ცალკეულ ადამიანს ეხება, ეს ყველაფერი ძალიან დიდ გამოძახილს პოვერს უკვე მაისში, ივნისში და შემდგომ უკვე სექტემბერში, როცა გვექნება უკვე კიდევ ერთი მზის და მთვარის დაბნელებები. აი ამ სამ თვეში ჩვენ პოვებთ იმ გამოძახილს მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის რაც ეხლა ჩაიდება, ახლა იდება ეს პროგრამა მარტში, რომელიც უკვე მერე გამოძახილს იქ იპოვის. და კიდევ ორი მნიშვნელოვანი თარიღი მინდა აღვნიშნო. ესე იგი, პირველი ეს არის 20 რიცხვი. 20 მარტს მზე დატოვებს თევზების შედარებით მშვიდ ნიშანს, ემოციურ დამგზნობიარეს და გულმოწყალეს და გადაინაცვლებს გიჟვერჩში, სადაც მას დახვდება პლანეტა მერკური. სადაც მას დახვდება დერეფანი, დაბნელებები, ზუსტად შუაში აღმოჩნდება იგი და კიდევ უკუმავალი მერკური და ვენერა. ახლა წარმოიდგინეთ, ამ დროს მზე გადადის მარსიანულ მოედანზე, სათამაშო მოედანზე, იმიტომ რომ პლანეტა მარსი აგრესიის და კონფლიქტის მმართველი პლანეტა მართავს ვერტს. ამიტომ 20 რიცხვიდან საკმაოდ დაიძაბება სიტუაცია. არა მარტო რიტორიკა, ცალკე ადამიანებს ან დავუშვათ პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის, არამედ საერთო სიტუაციები დაიძაბება, გამძაფრდება, საომარი ვითარება, ზედმეტი პირდაპირობა, ასე ვთქვათ, დიპლომატია უკანა პლანზე გადაიწევს და რასაკვირველია, ეს პერიოდი უკვე უფრო მეტად დაძაფრავს სიტუაციას, იმიტომ რომ ადამიანი თვითონ ვერ მიხვდება, რატო ხდება უფრო აგრესიული, უფრო შემტევი და შემდგომ, თუმცა 20 საკრალური დღეა, იმიტომ რომ აქ ჩვენ გვაქვს დღეღამტოლობა. და საკრალური იმ კუთხით, რომ აი აქ მზე გადადის რავერში, ეს არის პერიოდი, რომელიც ხსნის ახალ ასტროლოგიურ წელს. ჩვენ გვაქვს ასტროლოგებს აქ ახალი, მოდი ასე ვთქვათ, ახალი წელი ასტროლოგიური, სწორედ ვერძიდან იწყება ათვლა, მოგეხსენებათ 12-ვე ზოდიაქოს ნიშნისა და ამიტომ ყველა ასტროლოგიის მოყვარულს კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ახალ წელს და 20 რიცხვში, ანუ ხუთშაბათს 20 მარტს ჩვენ თქვენ შეგიძლიათ ასევე ილოცოთ და ჩაუთქვათ თქვენი სურვილები, იმიტომ რომ აქაც იხსნება 4 არის დიდი დღე, როცა ჩვენ პორტალი გვეხსნება, ხო? ეს არის ბუნიობა მზისა, მზებუდობა ეგრეთ წოდებული და აი დღეღამტოლობა. აი ერთ-ერთი გვაქვს ახლა აქ. 20-ში და კიდე ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა 27 რიცხვს ეხება, ეს ხუთშაბათი დღეა, აქ ძალიან მნიშვნელოვანი საყურადღებო პერიოდია, რომელსაც ჩვენ მოგვიანებით როცა გადასვლა გვექნება ზედმიწევნით ვისაუბრებთ ამაზე, მაგრამ მოკლედ გეტყვით. შავი მთვარე, მასწავლებელი ძალა, მეცხრე მოციქული სატანისა ლილიტი გადავა 9 თვით მორიელი ზოდიაქოში, სადაც მას ძალიან უყვარს ყოფნა. ძალიან ძლიერია, ყველაზე ძლიერია, ყველაზე აქტიურია, ყველაზე პრობლემურია და რასაკვირველია გაზდის კონფლიქტებს, გაზდის შურს, გაზდის ბოღმას, სამაგეროს გადახდის სურვილს, ადამიანებში სიჯულტეს, უკონტროლო ეჩვიანობებს, გაზდის სარკასტულ გამოთქმებს და ზედმეტ სიხისტეს პირდაპირობას. აქ რასაკვირველია ერთგულების დარღვევის და ვთქვათ ღალატის ტენდენციები რადიკალურად მოემატებს და რაც ყველაზე ცუდია, გაიზრდება თვალის აღების და შავი მაგიის გამოყენების ძალიან მაღალი ალბათობა. რის შედეგად მოხდება სული სეროზული ენერგოდაბინძურებები
რაც ძალიან ბევრ ადამიანს წაწევს უკან. თუმცა ამაზე ახლა ეს მოკლე მიმოხილვა 27-ისკენ როცა მივავალთ, იქ მე უკვე ზედმეტსწრაფად აგეხსნით, რას ნიშნავს ეს ყოველივე, როგორც ჯობია ამისგან დავიცვათ საკუთარი თავი, რომ შემდეგი 9 თვე არ იყოს პრობლემური და 27 რიცხვიდან საეჭვო ინტიმური კონტაქტები მაქსიმალურად ნაშეწყვიტოთ ან ამისგან შორს. რომ აქ არა მარტო ვენერიული დაავადებების, არამედ სწორედ სექსის მეშვეობით ენერგოდაბინძურების საფრთხე და შავმაგიური საფრთხე 1/1000 მოიმატებს. და ამაზე ვისაუბრებთ უკვე მერე, როცა მივახლოვით 27-ს. ზოგადი გაიკეთეთ ინფორმაცია მის შესახებ, რაოდენ მნიშვნელოვანია მარტი ამ წლისა და ვიმეორებ ეს კიდე გამოძახილი ამას ექნება განსაკუთრებული მაისში, ივნისში და მერე უკვე სექტემბერში. ეს მოკლე ინფორმაცია, რომელიც მე მივიდა ზოგადად მარტს გვეთქვათ, ჩვენი საეთერო დრო სამწუხაროდ ამოიწურა, ხვალდილით ტელეიმედში მხოლოდ შევხვდებით, როცა 15 წუთი დააგდება 9-ს და იქიდან კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ხვალინდელ დღეს, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ მინდა მანდილოსტებს წინ და წინ მოგილოცოთ, როგორც 3 მარტის დღე, ასევე შემდგომ უკვე 8 მარტის ქალთა დღე და გისურვოთ ყოველივე კარგი, ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, დიდი სიყვარული უპირველეს ყოვლისა და ყოველივე კარგი. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილები დღეს ამეთ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.